სასწაულების საძიებლად გურჯაანს ვესტუმრეთ. შუაგულ ქალაქში და ამავდროულად შუაგულ ტყეში ქართველი ხელოვანი ქეთი მექერიშვილი ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი გარემო შემოქმედი ადამიანისთვის ნამდვილი სამოთხეა. ამ სამოთხეში ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ერთი ძალიან სასიამოვნო დღე გაატარა. ქეთისთან საუბარი და მისი ნამუშევრების დათვალიერება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იქ მიღებული პოზიტიური ენერგეტიკა რამდენიმე დღე გავყოლოდა. ვერაფრით ვერ ვფიქრებდი გურჯაანში თუ ესეთ ადგილას თავს ამოვყავთ. რამდენი ხანია რაც გადმოходით? 2020-დან უკვე. პანდემია. პანდემია. ფალიაშვილზე ქონდა გალერეა და სახელოსნო და უკვე რომ მივხვდით რა ცუდად იყო საქმე. წამოვედით, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იზოლირებული ვიყავით რა იქნებოდით და მუშაობისთვის კარგი პირობები იყო. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ მუშაობაზე არავინ არ ფიქრობდა. პირიქით ვფიქრობდი, რომ რა წლებიც მომანდომი ამ ჩემს საქმის კეთებას და ცნობადობის გაზრდისკენ მივდიოდი, ვიფიქრე, რომ ყველაფერი ჩამეყარა წყალში, იმიტომ რომ ვიღას აინტერესებდა მერე მინა და პრინციპი პირიქით მოხდა. თურმე რას გიმზადებს სამყარო, ხო, ესეთ წალკოტში უნდა რომ თავი ამ მოგაყოფინოს. კი. ესეც თქვენი გაკეთებული ხო არ არის? ეს ჩემი სამაგისტრო ნამუშევარია. ესა? კი. ვაუ. ეს სხვათა შორის ანტონ ბალანჩივაძეს მოკლემეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. ეს ინსტალაცია. თემა იყო ესეთი მიწიდან კოსმოსამდე. და ეს ფერში სხვადასხვა წითლად ნათდებოდა, ყვითლად და თეთრად. სამაგისტრო დამთავრეთ სამხატვრო. სამხატვრო აკადემია. ან გვაქვს საქართველოში მაგისი ტრადიცია? თუ მაინც ახალი დარგია. ახალი არ არის, იყო კერამიკა მინა ერთად, მერე გაიყო. მე ყველაფერი ჩამოიქცა და დაინგრა 90-იანებში და უბრალოდ იყო მინის ფაკულტეტი და ნუ ახლა რა თქმა უნდა ძალიან სწავლობდნენ და ცდილობდნენ პედაგოგები, ლექტორები, რომ ესწავლებინათ, მაგრამ არა მასალა, არაფერი რეალურ თეორიულად ხდებოდა სწავლა. პრაქტიკულად. ქუთაისში რო ცურვა სწავლობდრე, რაღაცა გამბავი. არც დღეობით ვერ ვიტყვი დიდი ცვლილებები არის, მაგრამ ინტერნეტმა ამ რაღაც ვინც გავედით, ვისწავლეთ. და სად გახვედი და სად ისწავლე? მე გავედი ისე მოხდა, რომ ჩემი ოჯახი ცხოვრობდა საბერძნეთში, კუნძულზე. ამ კუნძულზე იყო სახელოსნო მინის და აყავდათ მხატვარ დიზაინერი და მოხდა მხატვარ დიზაინერად. როგორი დამთხოვა? კი. და ისე რომ წელიწად ნახევარში ვისწავლე აი ნოლიდან და სულ სხვა რამე ვისწავლე რეალურად. ოღონდ ამ კუნძულის შესახებ იცოდი, როცა აბარებდი სამხატვროში? არა, მაშინ დაუჯახებულიც არ ვიყავი. მეუღლის ოჯახით ცხოვრობდა იქ. ხელის გულზე გატარებს მინის ღმერთი. არსებობს ალბათ ეგეთი ხო? არა, ნამდვილად ვთვლი რომ ეგრე, ხო. ენდობი ალბათ სამყაროს. ხო, უფრო უსმენ. როგორი არის ეგ? მოსმენა? ხო. სინდისზე გადის რა, ჯერ რაღაცეები უნდა დაალაგო. მერე სწორი არასწორი ზუსტად მიხვდე რა არის, გაფილტრო. მერე რაღაცა პირველი შეგრძნებები და მოხდებია და მე ნელ-ნელად სწორად მიღები მაგ მოხდებს, ხვდები რა. ხო, გასწავლის თვითონ განიშნებს, მინიშნებებსაც გაძლევს და ხო, მერე გასაჩუქრებს. რაღაც შეგრძნებით ხდება ეს. თუ ფიქრით და ასე. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს ესე ექცევა.
სამყარო ღმერთი რაც გინდა დავარქვათ, ესე ექცევა, უბრალოდ არ უსმენენ ადამიანებს. ხმაურია ხო ნამეტან. ხო, სხვა ეს თალი გაურბით ხოლმე და ამ დროს გულის თვალით უნდა უყურო. დაბრუნებისას ქონდა გაუცხოება აქ როგორც. დაბრუნებისას აი ერთი პირველი შეგრძნება რაც ხო, პრინციპში გაუცხოება თავიდან მქონია. გაუცხოება მქონდა, უბრალოდ ამ გარემომ გააკეთა ბევრი რამე და ჩათვალეთ რომ მე სადაც ვიზრდებოდი, ჩემი სახლიდან პირდაპირ ჩანდა კავკასიონი, მაგრამ კავკასიონი იყო კავკასიონი რა, ანუ არ ემოცია არ მქონდა და ეხლა რო გავდივარ და ვხედავ და ზედა ეზოარი იქიდან ხანდახან ჩანს ხოლმე კავკასიონი, ახლა მეტირება. იმის შემდეგ რაც დავბრუნდი, შემიყვარდა ძალიან. რა შეიცვალა შენში? რატო აღქმები გაგინატიფდა უფრო? ფიქრობ, უფრო დავაფასე. ზოგადად ჩემი ქვეყანა მიყვარს ყველაზე მეტად. დედაზე მეტად, შვილზე მეტად, ქმარზე მეტად, ყველაზე მეტად მიყვარს საქართველო და აი ხო რაღაცა სულმზად ვარ, რომ ვერ ვპატიობ ვერავის ვერაფერს არასწორს, რაც ამ ქვეყანას ეხება და ვთვლი, რომ არასწორად კეთდება. იმიტომ ძალიან მიყვარს მათ. შენი რაც ძალიან შენია, ბოლოს გიყვარდება. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო. ის კორპუსი რა ეს კორპუსი არის კომუნიზმის შეცდომა როგორც ბევრი რამე. ზის ესთეტიკაში ხო თქიფა. სულ ველოდები ძალიან მომგოდრელია. ძალიან მომგოდრელი კორპუსია. ძალიან. აი შუაგულში უცბად. ერთი არ არის, სამია თუ? მე მანდ მინდა ერთი პენტჰაუსი. ეს არის ჩემი ილუსტრაციები. გია ბუღაძე იყო რექტორი და გიამ თქვა, რომ ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ როტაციის კანონი შემოიღეს, საექსპერიმენტული ჯგუფი უნდა ყოფილიყო და ჩემო მითხრა, რომ ეხლა სანამდროა წადიო. ეს გადავახვიე ნახატები, გადავახვიე ნახატის მხრიდან, რატომღაც. და წავედი აკადემიაში და იყო უკვე 4 საათი 5 იწყებოდა რა და არავინ არ იყო ოთარ მუხიგული კერამიკოსი დამხდა დაბლა შემთხვევით. და მეთქი რაღაც მინდა თქო, რომ ან აღვიდგინო თავი ან ჩავაბარო თქო და თაკი დაგაგვიანდაო ძალიან. და მეთქი კარგად ვანდებოდეთ, გამობრუნდი და დამიცახა მოდიო და ეს რა არ მაჩვენდა და მე ნახა ეს ნამუშევრები და მე ბუღაძესთან, მე სხვადასხვა კათედრაზე და აღმადგინეს რეალურად აღარ ჩამიბარები ამ ნამუშევრები და აღმადგინეს მე ისევ აღარ როტაციის კანონით მოხვდი უკვე აკადემიაში. მე იყო სულ ბრძოლა, სულ უნდა ბევრი გესწავლა. ბრძოლის უნარიანობა. რამდენად საჭირო არის ის შემოქმედებით პროცესში. ხო არ უშლის ხელს შემოქმედებას. თუ პირიქით. რაც უფრო მეც შრომობ, რაც უფრო მეც შენ თავს კი ნააწვალო. უბრალოდ ჩვენ ფიქრობ აი ხელოვან ხალხს კიდე გვაქვს რა მუზა უნდა მოვიდეს, რაღაცა ხასიათს უნდა დაველოდოთ. არა, არანაირად არ უნდა დაელოდო, სულ უნდა იმუშაო, რომ ახალი იპოვო. ესენი არის შენი ნამუშევრები, ხო? საბოლოოდ აგრაც. ეს არის უკვე გამომდნარი მინა. ეს არის ის, რაც ვისწავლე საბერძნეთში. რატო გადაწყვიტე მინის დიზაინი? ანუ რა აქვს მინას ეგეთი, რამაც ძალიან მოგიტაცა, ასე ვთქვათ. იცი რა, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი სხვადასხვა გადაცემებში თუ ინტერვიუებში, რომ მინა არ ამირჩევია, მინა მამირჩია თქო. ანუ რეალურად საერთოდ არ ვაპირებდი მინაზე სწავლას, ვაპირებდი მოდის დიზაინზე, ვსწავლობდი თოიზეში და ვაპირებდი რომ გამეგრძელებინა მოდის დიზაინი. უბრალოდ ადგილები არ იყო, შეზღუდული იყო. და მინაზე იყო ერთი ადგილი. და მოდი მეთქი ჩავაბარებ რა უჭერს, ჩავაბარე, არ ვიცოდი პრინციპი საერთოდ როგორ უნდა დამეხატა მინა, იმიტომ რომ მოდის დიზაინზე რო სწავლობ, ადამიანის აგებულებაც კი სხვანაირად იხატება და ძალიან უცხო თემა იყო. მაგრამ მე ნელ-ნელა გამახსენდა რაღაც აი დამოკიდებულება გამიჩნდა სხვა და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ პროფესორს, იმიტომ რომ ჯერ ხო ულამაზესი ქალი იყო და არის. და საოცარი უნარი ქონდა, როცა გესაუბრებოდა, აი რაღაცნაირად დამატყვევებელი იყო და მართლა შემაყვარა სპეციალობა და ისე შემაყვარა, რომ აი სულ ფიქრობდი, როგორც მე ვარ ესეთი შვილი რა, ესეთი შვილი ვიყავი მამასთვის, რომელიც აღარ მყავს,
რომ სულ კარგი შვილი მინდა და ყოფილიყავი და ის უცდილობდი ყველაფერი გამიკეთებინა, რომ მამა ყოფილიყო ბედნიერი და დედა და ესე ვიყავი ჩემ პროფესორთან. მინდოდა რომ საუკეთესო ყოფილიყავი და ძალიან მინდოდა რომ ეამაყა ჩემით. არას თქმა არ ვიცი მე ჩემ პროფესიაში, რაც არ უნდა რთული თემა იყოს. ყვები ბოლომდე და მაინც მიზნამდე მივდივარ. ანუ რაღაცა ხო ცოტა აზარტულად ვდგები შეიძლება და რაღაცა უბრალოდ ჩემ პროფესიის ორიდან მოდის, მაგრამ მე გამახსენდა რომ აი დავში მამას რომ მივყავდი ხოლმე დაბურღულ წყალზე, იქ იყო მინის გორები და ძალიან მომწონდა ამის ყურება. ბებოს ჰქონდა რაღაც პლასმასის სავარცხელი ვარდისფერი და სუმზეს უყურებდი ხოლმე. ეს გამჭვირვალობა როგორც ჩანს ბავშვობიდან რაღაცეები მხიბლავდა, არ ვიცოდი რა მხიბლავდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ დამოკიდებულებები იმაზე ადრე ჩნდება, ვიდრე ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს. არის ეგ ვარიანტიც კი. კი, და ნუ მე შეიძლება დაბადებამდეცო. შეიძლება. ფაქტია, რომ ყველა გზამ რაღაცნაირად მიმიყვანა ამ სფერომდე. ჩემი ნამუშევრებს ყველაფერს აქვს ქმ ესეთი ხელმოწერა და როცა მივხვდი, რომ ძალიან ბევრს მუშაობდი, დავშვათ დღეში ვაკეთებდი 6 სარკეს, ხო, დიდი სარკეები იყო და ყველა იყო განსხვავებული. იქ ესეთი რაღაცები უნდათ, იმიტომ რომ ამერიკელების ვილები იყო და ფრანგების ძირითადად ჩვენ კონსულზე და უნდათ ესეთი არაორდინალური სარკეები და რომ მივხვდი, რომ ძალიან ცოტა სიხდიდა, მაგრამ იმდენად მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი, რაღაცა დამისაკუთრა და ძალიან ბევრს მომუშავებდა და თანაც როგორ მომუშავებდა, მოქონდა არანორმალურად ბევრი წიგნი და მეუბნაოდა, რომ აი შენ წიგნები, აი შენ მასალა გადიოდა და მეუბნაოდა, რომ რაც გინდა ის გაკეთდა. ზუსტად მიხვდა სწორი პრინციპით წავიდა. და მე ყველას ვატანდი ჩემ ხელმოწერას და ერთად შეამჩნია. და ეს რა არის და ქართული ორნამენტი. ეს ძალიან ბევრი ნამუშევარი არის საბერძნეთში, სადაც ქართული ორნამენტი და კეთი მეკარეში. კარგად მოგიფიქრებია. ხო, ნუ მაგასაც გაკეთებინებენ, განაგინდა უბრალოდ რაღაცნაირად ესე გამოდის. ძალიან მაინტერესებს პროცესი თვითონ როგორ მიდის. როგორ არის მინას ყიდულობ სადმე? თუ საუბრობთ წიფანზე, ანუ აი ამ მიმართულებაზე, ვიტრაჟზე ვყიდულობთ აი ამ მდგომარეობაში მინებს. გერმანიაში არის ძალიან დიდი კომპანია. და სპეციალური კი, ამერიკული, ესპანური და სოფლიოს ყველა ქვეყანას ამარაგებენ. უკვე არის შეფერილი დიზაინის ეს უკვე ჩამოსხმული ვიტრაჟის მინა. კეთდება პირველად ესკიზი, ან ნახეთ, ესკიზი ეს ამ მდგომარეობაში. მერე ესკიზი თითოეული დეტალი დიდდება დაახლოებით რამხელაც უნდა იყოს მასშტაბი. ხო, მაგალითად ეს დეტალი არის აი ეს დეტალი. შემდეგ უკვე ეს თუ გვაქვს ესკიზზე რაღაცა მონაცრისფრო ფერი სიტყვაზე, ზუსტად მონაცრისფრო მინას ვარჩევთ ჭრით ფორმის მიხედვით. მერე ეს მთლიანად გვერდები უნდა მოიქლიბოს. მერე სპილენძის ფოლგა ეკვრება. და სპილენძის ფოლგის შემდეგ უკვე კავშირდება ეს თითოეული დეტალი და კალით ხდება დაპაიკება ეგრეთ წოდებული. აი ეს ნამუშევარი ყველა ეს მიმართულებით თითო დეტალად არის აწყობილი. ერთო ჩემო. ეს ყველა არის სხვადასხვა მინა, ფერად მინები დაჭრილი და ესე აწყობ. არის ის სიმბოლო, არის ხა ვიტრაჟი შენი აზრით, რატომ იპოვა მან ესე თქვა ეკლესიებში ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ზოგადად ეს მაინც არის ევროპული კულტურა, უფრო ფართოდ გამოყენებული არის ევროპაში და ალბათ ყველაზე მარტივად რო ვთქვათ, ევროპაში არის ქვეყნები, რომელიც გვაოცებენ ესთეტიკით და კულტურით. იმიტომ რომ იქ ძალიან სხვანაირად უდგებოდნენ საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა მიმართულებებს. იქ იყო ამის ფუფუნება, მოთხოვნა იყო და ამის შესაძლებლობას აძლევდნენ. ხატრული მინა არის ძალიან ძვირადღირებული მიმართულება და ეს მხოლოდ შეუძლიათ ძალიან მაღალი გემოვნების ადამიანებს და შესაძლებლობების ადამიანებს რომ გაინებივრონ თავი აი ამ მიმართულებით. ჩვენთან სამწუხაროდ ეს კულტურა სიმდიდრის ნიშანი იყო მინა, ხო, თავისთავად. უფრო მდიდრები იყენებდნენ სასახლეებში ხდებოდა შემიძლია. მე უკვე ტაძრებში. ტაძრებიც ზოგადად ისე არის მოწყობილი, რომ რაღაც სულიერი გამოცდილება უნდა მისცეს ადამიანს, ხო? ვიტრაჟი ემსახურება მაგას. ემსახურება ვიტრაჟი და რატო გეტყვით?
როდესაც მინაზე სხივი ეცემა, არამიწიერი განწყობა ჩდება. ძალიან ეხმარება ადამიანს სხვა ენერგიების მიღებაშიც და გაცემაშიც სხვათა შორის. და იყო პერიოდი, რომ არ იყო მინა და საცხოვრობდა ხალხი, ხო, ცხოვრობდა რაღაცა უფრო ბნელ ადგილებში. სიგნალე რეალურად არის უფრო ხო, ისედაც რა ვთქვათ, სიგნალე ძალიან ამძიმებს ადამიანს და მზის სხივი და სინათლე ყოველთვის უფრო მეტ რაღაც დადებით ამბებს იწვევს და ფერადი მინე კიდე უფრო ფერად განწყობას. პრინციპში მინის აღმოჩენამ, ასე ვთქვათ, ადამიანს პანჯრები გაუხსნა სინათლისკენ პირდაპირ გაგება. ეს ჭადრაკით ჩვენი დამზადებული. კი ბატონო. ეს უკვე არის ჩვენ ილაპარაკეთ აი ეს გამოდნარი მინაც მაინტერესებს გამოდნარი მინა კიდე სხვა ამბავია. ავიღებ ჩაულებრივი მინა, მე ხდება გრაფიკულად მოხატვა მინის სპეციალური მინის საღებავით და მე ვიღებთ ფხვნილებს. ეს ფხვნილი შეიძლება იყოს აბსოლუტურად თეთრი. მე კი ვიცი რომ შემდეგ წითელი ხდება, მაგრამ არის თეთრი გამოდნობამდე. მე კომპოზიციაზე მუშაობ. ნახეთ ახლა აქ არის სხვადასხვა პიგმენტი. წითელი პიგმენტი გვაქვს შიგნით, რომელიც ბურთებს იკეთებს და ეს არის ეგრეთ წოდებული კონფეტი, ფერადი თხელი მინის ფერფლი. ეს როცა შედის 800 გრადუსზე, შემდეგ გამოდის მეორე დღეს ასეთი ნამუშევარი. თუ გაქვს რამე შენი ესეთი ფავორიტი ნამუშევარი, რითიც ძალიან ამაყობ. ეს შეიძლება ცოტა კუდიანი შეკითხვაა, მაგრამ ხო, ძალიან ისეთი შეკითხვა მართლა, იმიტომ რომ არ არსებობს ნამუშევარი, რომელიც მომწონს. არ არსებობს. ვერ გეტყვით, რომ რამე მომწონს. მგონია, ყოველთვის დამკვეთანაც რომ მიდის ნამუშევარი, სახეს ვიმალავ, ყურებს ვიცოფ, იმიტომ რომ მით უმეტეს რომ ყოველთვის მეუბნები, რომ აი მე ესეთი არ მეგონა რომ იქნებოდა, ძალიან მიხარია. კიდე კაია ეს დამოკიდებულება რო არ ყოფილიყო ადამიანებიდან, ალბათ სადღაც გავჩერდებოდა. მეც არ მომწონს ჩემი გადაცემები. აი ძალიან ცდებით, იმიტომ ძალიან გადაცემები. შენ ცდებით უცდები. ეს არის წიგნის თაროს აქსესუარი, ანუ წიგნის სამაგრია. ეს არის წიგნის სამაგრი რა, ეს დადებ და მიაღო. ნახეთ, არა, ნახეთ თაროსა. წიგნი რო არ გადმოვარდეს. აუ რა კაია. კი ბატონო. და ეს არის მნიშვნელოვანი ნამუშევარია, ხო? ქალბატონი. ეს არის ჩვენი პირველი გერბი, წმინდა გიორგი. ეს არის ქართული ამბანი. მაგალითად. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, რომელიც გადმოვიტანა წიგნის სადგომს. აუ თან ეს უბრალოდ დეკორაციები არ არის, რაღაც პრაქტიკული დანიშნულებაც. დანიშნულება. ყოველთვის ვცდილობ, რომ კონდეს დანიშნულება. ანუ მხოლოდ არ იყოს რაღაცა ესეთი უბრალოდ აქსესუარი. აი ძალიან საინტერესო დილემას შევეხეთ წეგან, როცა ხელოვნება შემოსავლის წყარო არის და რაღაც კომპრომისებზე წასვლა გიწევს მე ადამიანს მაგის გამო. საქართველოში მე ვიტყოდი, რომ ბევრი ადამიანია ეგრე ხა. ევროპულ ქვეყნებში არის იმის ფუფუნება, რომ რაღაც შემოქმედი ადამიანები მაინც ცხოვრობენ რაღაცნაირად და ჩვენთან თვითგადარჩენის რეჟიმში უნდა იყოს, თან ეს თვითგადარჩენის რეჟიმი რო აქტიურდება ტვინში მაგ დროს კრეატიულად ფიქრი უბრალოდ ძალიან რთულია. ხანდახან მგონია და გული მწყდება ხოლმე რომ ბევრი შემოქმედი ადამიანი ჩაყლაპა თითქოს რაღაცა სისტემამ. ჩემ გარშემო რო უყურებ ხოლმე და ცოტა გული მწყდება მაგას. როგორ მოახერხე შენ აი მაგ ბალანსის დაჭერა, რომ შექმენი ისეთი სივრცე, რომელიც მე ვიტყოდი რომ ძალიან შემოქმედებითი სივრცე არის. შენი ატმოსფეროც შექმენი ასე ვთქვათ, რაც მნიშვნელოვანია შემოქმედი ადამიანისთვის, რომ რაღაც ტაძარივით არის, ხო, ეგ შენი ტაძარი, სადაც მუშაობ რა. და თან აკეთებ იმ საქმეს, რაც გიყვარს, თან არის შემოსავლის წყაროც ასევე და აი თან მსახურებაშიც ხარ. იმის მიმართ, რაც გიყვარს ამ შემთხვევაში, ქვეყანას გულისხმობ და ამ შემთხვევაში
ვიცი რომ კიდე სტუმრები მოგდიან იმათაც ასწავლი და ასე შემდეგ, ხო? როგორ მოახერხე, აი რა იყო ის სირთულეები, რაც მაგ გზაზე შეგხვდა? ის გზა მართლა ძალიან რთული გზა იყო და რეალურად აი არ ვიცი როგორ შეიძლება ავხსნა, ეს იყო მუდმივი დინამიკა, აი მუდმივი და იზოლაცია ერთდროულად. საზღვარი უნდა გქონდეს, არ უნდა შემოუშვა ადამიანები შენამდე, ვინც თუნდაც შემხებლობაში არის შენ პროფესიასთან. მე თვითონ მткиოდა ამას რომ ვაკეთებდი, იმიტომ რომ როცა ხელოვანი ხარ, გინდა იყო გახსნილი, გინდა ყავდეს ბევრი ადამიანი, გაცოლო მიიღო, მაგრამ რაღაცა მომენტში მე მივხვდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა როგორც იცით, გავეხსენი სხვა ქვეყნის კოლეგებს და ჩავიკეტე აქეთ. გავლენების კი არ გეშინია. არასწორი დამოკიდებულებები არსებობს და რაღაცნაირად უნდა იყო შენ ქერქში და უნდა სულ მუშაობდე. რა უნდა მიაწოდო, რა დოზით უნდა მიაწოდო საზოგადოებას, როგორ უნდა მიაწოდო, რა მოეწონებათ. იცით, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული, მაგალითად, აი, გეტყვით, რომ დიდუბეში ქონდა სახელოსნო და გარეთ მამაკაცები თამაშობდნენ ხოლმე დომინოს. და ერთხელ ვთქვი, მოდი გავაკეთებ დომინოს მინაში. ესეც უნდა ქართული ვარიანტი ყოფილიყო რაღაც. გავაკეთე დომინო. ეხლა ესე ხო არ არის, რომ დომინო გააკეთე მინის, უნდა შესთავაზო ახლა, ხო, ადამიანებს, მაგრამ მინა მტრევადია. 10,000 კითხვა ისმება, რომ რანაირად. იქ კოჭი უნდა დადგეს. უნდა ხელში დაიჭირო. აი, რაღაცნაირად აი სულ თამაშით ცდილობ და სულ ფიქრობ, როგორ უნდა მიხვიდეს სწორ მომენტამდე, რომ ეს თემა გახდეს მოთხოვნადი. მე რო ვიყო ხელოვანი, როგორც ხელოვანი, რო აი რაღაცა საოცარ ნამუშევრებს ვაკეთებ და გამოფენებზე გამაქვს მე ეს კატეგორია მაგალითად ვთქვი ზუსტად ვიქნები, ანუ როდესაც მე მოვჩები ამ რაღაცა სხვა ამ ეტაპზე რა ეტაპზეც ვარ ხო და ამას რომ დავასრულებ, აუცილებლად მე იმ თემაზე გადავალ და იქ ძალიან დიდი გამოცდილებით მიიღო. ანუ რეალურად ისე რომ დაუბრუნდეთ თქვენ რაც ვკითხეთ, ანუ მოძრაობდი და ვიყავი იზოლაციაში. და აი ესე რაღაცნაირად ვითარდებოდი და სულ ფიქრობდი რა მეკეთებინა, როგორ მეკეთებინა, ოღონდ გავლენები არ უნდა მქონოდა. გავლენა უნდა გქონდეს ხელოვანს ბუნების. მაგალითად, მე კოლეგას, ვისაც პინტერესტი აქვს გადმოწერილი ქონდა, ან ვინც გუგლავდა, ან გუგლავს, რომ რაღაცა ჩიტის გაკეთება მინდა და მოდი დავგუგლობ ჩიტი როგორ კეთდება, ძალიან პირად შეურაცხყოფად ვიღებ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეგეთი რამის გაკეთება. დღესაც რომ მეუბნები რომ ესკიზი აი დავუშვათ მინდა კარი, ხო, ნუ ვამბობ, კი ბატონო, კარი გინდათ, ოღონდ ის რაც თქვენ გინდათ, მე იმას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ არც ერთი ჩემი ნამუშევარი არ უნდა იყოს ერთნაირი. ის 100 თუ 1000 ამბანი რაც მაქვს გაკეთებული, 1000-დან არც ერთი არ არის იდენტური. ეგ არის ალბათ ხო შემოქმედება პრინციპში, როცა არ იმეორებ ფორმას. არ უნდა თუ გაიმეორებ, მაშინ შენ აღარ ახარ, ხო, რაღაც არ პას, მაშინ შენ თავს იტყუებ. ქსეროქსის ვანთან. შეურაცხყოფას აყენებ შენ თავს. წერა მიყვარს და წერ ხოლმე და ხშირად მქონია სამსახურები წერის გამო სცენარისტად ან კოპირაიტერი ან რაღაც ეგეთი და აი იყო შემთხვევები როცა შეკვეთები მოდიოდა და რაღაცებს წერდი მომწონს და რაღაც მომენტში ხვდები რომ აი ხა უკვე ერთის ეგიოს ვიმეორებ რა უკვე რაღაცა სათქმელი ვთქვი და სხვადასხვა სიტყვები სხვადასხვა ფორმებით ერთი ეგიოს ვიძახი და ხვდები რომ აი აღარ მინდა ეხლა რა ეს რა ბოლოს აღარ მიხარო და მოკლედ წერტილს რომ ვსვამდი არა ფრთხილად წარაგოს ჩემთან არის უკვე გამ უკვე კლანჭები გამა ხო უცხო არ არსებობს რომ მიიგაროს თუ თვითონ მოვიდა შეიძლება მოვიდოს თმებზე ჩემს შულს აქვს თქვენაირით მე ვიდა ის უყვარს როგორც თავს მიდევს მაშინ თმებზე ეფერება ხო არ გიფუჭებენ კატები ნამუშევრებს კატები ნამუშევრებს არ მიფუჭებენ უბრალოდ თუ წყალის დასხმა დამოვიწყდა მიყრიან მაგიდაზე რაც მინდა სწავლდეს როგორი ფანტასტიკური და ულამაზესი სუფრით დავხვდი ასე თქვა მე ძალიან მიყვარს ესეთი ესთეტიური რაღაცები და
თავისი ენერგეტიკა რქა მოვიდა. რა? მოგეფერო? თუ მაინც არ მოგეფერო? არა. ეგრე იყოს. ეხლა რომ დავაიგნორე, ეთყობა არ მოიწონა. გაგიდი, ყოჩახში. მე კიდე ვამბობ რომ უხასია. შენ გენაცვალე, გაი. გაგბეწო. შენ უცხო პლანეტებიც მაგაც. კლანჭები მაინც გამოყოფილი აქ. კი, მაინც თავში იცავს. რამე რა იყოს. წანდებოდეთ. ცხოვრების სტილი როგორია? ცხოვრებასაც შემოქმედებითად უდგები? კი, მე მგონი. აი, ეს რომ დავინახე რაღაცა. ხა, სახეთ ყველაფერი თუ შეგიძლია, რამდენად შეგიძლია უნდა გაალამაზ და გაილამაზ. რა მნიშვნელობა აქვს მაგას ადამიანის ცხოვრებაში და როგორ შეიძლება რომ განწყობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმატებულ ხასიათზე დგები. აი, გარშემო ყველაფერი გვაქვს, რაც გაგრძნობინებს, რომ ძალიან ლამაზია ცხოვრება. სილამაზის აღქმაზე მინდა გკითხო რა. ნუ ადამიანების ძალიან ნაწილი უბრალოდ სხვადასხვანაირად დაახვექვათ ისთვის რა არის სილამაზე. თუ არსებობს რაღაცა ობიექტური ჭეშმარიტება სილამაზეში, რომ თქვათ, რომ ეს ლამაზია და ლამაზია და მორჩა. ლამაზია ცხოვრება საერთოდ. და ლამაზია ბუნება. ყველაფერი ლამაზია. აი, ყველაფერი ლამაზია. რატო ვერ აღიქواس მაშინ ადამიანის სილამაზე? ზოგადად თვლი, რომ ადამიანებისთვის დედამიწაზევი არის 60-იც და ჯოჯოხეთიც. გაჩნია ვის რა ენერგეტიკა აქვს, ან მოთხოვნილება აქვს, ნუ ბოროტი ყოველთვის ირჩევს რაღაცა არ შეუძლია კარგის დანახვა რა, აი ამ სილამაზს. შეიძლება ეს ესთეტიკა ვერ აღიქოს და რაღაც ზედმეტად მიეჩნიოს. მაგალითად მე არა ვარ არც პირველი და არც უკანასკნელი, მე თბილისი მიყვარს ძველი თბილისი, ხო? აი იქ არის ენერგეტიკა, იქ არის ესთეტიკა, იქ არის ყველაფერი, ადამიანებიან, რაღაც ძალიან სხვა რამე. მე კახეთიდან რომ მოვდივარ და შემოვდივარ თბილისში, ეს გლდანის შემოვლითი გზა არის თუ კახეთიდან რომ შემოვდივარ, უბრალოდ მინდა რომ თვალები დავხვიჭო. მინდა რომ ეს არ არის თბილისი, არაფერი არ არის, საშინელებაა, ხო? აქვე აქციეს, ხო? აქვე ადამიანებს შეუძლიათ რომ შექმნან ისიც. ჩვენ ხედავთ ახლა ცუცაც, კარგსაც, ხო? რას განიცდი, როცა სილამაზეს განიცდი? სილამაზესთან ძალიან უსუსური ხარ, ძალიან პატარა ხარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის და ძალიან ტევადია და ძალიან ხო ქოლგასავით რო გადაგეფარე რაღაც. მოწიწება გიჩდება თავის კი, რა თქმა უნდა. თავმდაბლობა შეგვიძლია თავთქვათ რომ გააჩინოს სილამაზის აღქმამ. კი. ხვდები რომ რაღაცა უფრო დიდი არსებობს ვიდრე შენ. ხო. იაპონიაში ვიყავი ცოტა ხნის წინ და ოქროს ტაძარი ვნახეთ კიოტოში, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნიმუში იაპონური არქიტექტურისა და ერთ-ერთმა ბერმა გადაწვა ტაძარი, რომ მის სილამაზეს ვერ გაუძლო. ესეთი რაღაც კოგონ მენტალური პრობლემები ჰქონდა ამას და მე მიშიმას რომანი ოქროს ტაძარი მაგის შესახებ აქ დაწერილი, რომ მენტალური პრობლემები ჰქონდა და მე ეს ახსნა, რომ მის სილამაზეს რო უყურებდი, ჩემ არასრულყოფილებას უფრო სწორად უფრო კარგად ხედავდიო და მოიშალა ერთ დღესაც ნერვები და წვა ეს ტაძარი, ოქროს ტაძარი, რომელიც ნუ რაღაცა ისეთი ძალიან სიმბოლური ფიგურა ის იყო მთელი იაპონური კულტურისთვის. ნუ მე ძალიან სწრაფად აღადგინეს, მაგრამ ეს ალბათ ძალიან გულწრფელი იყო ეს ადამიანი. ეგ უნდა დაუფასოთ. ხშირად ანადგურებენ ხოლმე სილამაზეს და მაგას არ ამბობენ. უნდა მეთქვა, რომ ხო, ახსნა მაინც და გაანადგურა. ზოგადად ადამიანები ხო სილამაზეს ანადგურებენ, ხო. შეიძლება რომ ადამიანს განუვითაროს სილამაზის აღქმა. არ ვიცი, შეიძლება, მე ვფიქრობ, რომ ალბათ შეიძლება. ადამიანს რა გარემოსაც შეუქმნი, ალბათ 100%-ით არა, თუ არ აქვს. მაგრამ გარემო ძალიან მოქმედებს ადამიანებს. ან აღზრდის დროს შეიძლება. და მე ცოტა არ ვიცი, მაგრამ გარემო მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. აი, მე ვფიქრობ, რომ რაღაც მე მგონი, რომ მაგაზე საზრუნავი არის ბავშვობიდან, რომ თუნდაც მაგის აღქმა შეეძლოს, რომ ცოტა უკეთესი ადამიანი შეიძლება გაიზარდოს. აუცილებლად გაიზარდება. ესე დაუდეზენში არის ეგეთი ფრაზა რა, რომელმაც თავის დროზე რო წავიკითხე, მომირყია რაღაცები, ცოტა გაუბრაზდი კიდევაც, მაგრამ მე რო
დავფიქრდი, მივხვდი და დავეთანხმე. შეიძლება ზუსტი პერიფრაზა ვერ მოვახდინო, მაგრამ დაახლოებით ესე ჟღერს, რომ როდესაც ადამიანებმა შეიცნეს სილამაზე იმ მომენტში იშვა სიმახინჯეც. ეს დაუდეძინი არის უფრო დუალობის მიღმა, რომ დაგვანახოს ის ჰარმონია, რაც ბუნებაშია, რომ შავის და თეთრის ერთიანობა არის საბოლოო ჯამში მთელი სამყარო. მაგრამ ამ სიმახინჯეს რო უყურებ, მაინც ბრაზდები ხოლმე. და კი რომ ამ სიმახინჯეში შეიძლება დაინახო რაღაც სამყაროს კანონზომიერება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შემოქმედება ყველაფერი და იმ აგაშიც თუ შემოქმედს დაინახავ, მაშინ ეს ალბათ რაღაც სხვა დონე არის უკვე სამყაროს ჭრეტის, მაგრამ ეთანხმები ისე მაგას. როგორ ფიქრობ? მე საერთოდ მან ვეთანხმები რომ ძალიან არც უშვებ ხო რაღაც სიმახინჯე ძალიან დამთრგუნველია და არც მინდა ვიფიქრო, მაგრამ განწყობას ძალიან მიფუჭებს და მიძიმებს და მე რაღაცა ცოტა სიცოცხლის ხარისი მეკარგება და იმდენი სილამაზეა თავისთავად ხო ესე არის, სადაც სინათლე იქ სიბნელეა, სადაც ეს მოწინააღმდეგე რაღაცები ხო ყველა გეთანხმები მეც თბილისის სიმახინჯე ისე მთრგუნავს ხოლმე ხანდახან აი გულში რაღაცა კლავს თითქოს რაღაცა მოხდება და მაგის მიმართაც უმწეობი შეგრძნება მაქვს ოღონდ უფრო ნეგატიური განცდით უმწეობის რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებ ხა აი უყურებ ხა ხელა ბეტონის რაღაცებს და ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ხედავ რომ ვერაფერ აი რა შეიძლება გავაკეთო. მონაცვლეობითი ემოცია, აი ამას რო დაინახავ და მე მაგალითად ვერაზე მოხვდები ხო, თუნდაც საქმიანად 5 წუთით და ფეხით გაივლი, არ აქვს თაწმინდაზე თუ სოლოქში არ მნიშვნელობა. აი სულ სხვა მუხტით გავიწყდება, იმიტომ რომ მართლა ჩემთვის ხოდაშორის თბილისი არის ერთ-ერთი ალბათ ერთადერთი შეიძლება არა, მაგრამ ერთ-ერთი საყვარელი ქალაქი არის. აი ძალიან ჩემი ქალაქია, მithmetis მე თბილისელი არ ვარ. მაგრამ აი ის თბილისი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი იმას აქვს რაღაც ენერგეტიკას, აი სილამაზეც იმას აქვს, რაღაცნაირი მუხტი აქვს და აი ეს რაც წეღან თქვი, აი მაქსიმახინჯესაც ხედავთ, კი განა ვერ ხედავთ, უბრალოდ არ გვინდა რომ დავინახოთ, იმიტომ რომ არ გვინდა რომ შეგვარყიოს, არ გვინდა რომ უარყოფით როცა ხედავ თავისთავად მძიმდები და მე მაგათ ენერგიო ხდები. ხო, ენერგია ჩემთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაცა გავაკეთო ასე, რომ ეს უარყოფითი ძალიან მძიმე არის ადამიანისთვის და თუ ყველა ინტერესს თემა წამოიჭრე. სილამაზე როგორც შემოქმედის ჭრეტა. ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი რომ ახლა ერთ-ერთი ტაძრისთვისაც აკეთებ ვიტრაჟებს. გვაქვს მაგისი კულტურა, ზოგადად ისტორიულად. ვიტრაჟების. პირველი რაც მახსენდება არის ქალშეთის ტაძარში და თუ არ ვცდები სიონშიც, მაგრამ ბათუმის კათოლიკური ტაძარი არის, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ვიცოდი რომ ის კათოლიკური ტაძარი იყო. დანარჩენი რა გითხრათ რომ სადმე მინახავს, მე პირადად არ შემხვედრი. ახალია უფრო ხო ქართული. ჩვენთვის ახალია. ჩვენთვის ახალია. და ეხლა სადაც აკეთებ თვითონ ეკლესიას კონდა ამისი სურვილი ხო რომ ეს ინიციატივა იყო მათი და ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდი. სხვა შორის იყო რამოდენიმე შემდეგ უკვე რომ დავიწყე მუშაობა და საჯაროვდა ფოტოები ნამუშევრის იყო ესეთი კითხვები რომ ეს ჩვენ კანონიკურად თუმცა მე არ ვიცი რატო არ შეიძლება რომ გაკეთდეს ჩვენ ტაძრებში ვიტრაჟი, მაგრამ არ ჩავძიები ვარ სიმართლე გითხრათ ამ მიმართულებას, იმიტომ რომ ფაქტია რომ ტაძარში თვითონ გაუჩნდათ ამის სურვილი. და თან ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არ ვთქვათ, რომ უნდა ყოფილიყო კონკრეტული, უბრალოდ იყო ქართული თემა უნდა ყოფილიყო. ძალიან ისეთი თავისუფლებაც მომწეს. ამ მიმართულებით მუშაობის პროცესში, ფერში, ესკიზში, თავიდან ბოლომდე და აი ეხლა ვართ ამ პროცესში. როდის ვიხილავთ ამას? ალბათ ფიქრობ გუმბათების ჩათვლით, ალბათ მომავალი წლის ბოლოსთვის. მთლიანი გუმბათი მოზაიკა იქნება? ვიტრაჟი. ვიტრაჟი. ხმერთა ჯერ. და ყველა იქნება სხვადასხვა ფერი. ეს გამომნარმინაში, ფიუზინგში გაკეთებული, ყვითელი მზის ფერი აღვდა შავი კონტური არის ეს შავად გავაკეთე ნახატი, ეს ტაძარი. ძალიან ლამაზია.
ძალიან ლამაზია და როგორ ხდება ეს ქართული ორნამენტები ამ ფრესკებში? ძალიან ლამაზი ტაძარია. არის საქართველოს რუსეთის საზღვარზე დარიალის ხალხში, როგორც ჩამოვდივარ საქართველოში და ემოციურადაც აი ძალიან ესეთი ძალიან კარგია და ზოგადად კომპლექსი ულამაზესია და ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა მაქვს ზოგადად ამ სამუშაოს შესრულების პროცესში. ვგრძნობ და არ ვაღიარებ ბოლომდე, რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცოტა მერიდება კიდევ სიმართლე რა ვთქვა. ეს მორიდებას ალბათ ის შობს, რაც სილამაზის აღქმის დროს ემართება ადამიანს. ის როდესაც რაღაცა დიც ხები. იცით რა არის? და გერინება მასთან თავისთავად, მაგრამ ის რომ რაღაცა მომენტში ადამიანი მაინც აცნობიერებ ამ დროს, რომ დგება მომენტი ან დადგება მომენტი, რომ შენ არ იქნები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იქნება. და იქნება დიდხანს. ვიტრაჟებზე რომ ვკითხულობდი ხა შენ თან მოვიდოდი ესეთი ახსნა შემხვდა, რაც ძალიან სიმბოლური იყო და მომეწონა და დაწრებში რატო ხდება, ეგ მაინტერესებდა და ეს არის სიმბოლო, როგორც აბსოლუტს მამაღმერთს, რომელიც არის რაღაცა მარადიული სინათლე, იმისათვის რომ აღიქვა რაღაცა ფერში უნდა გადაწყდეს რაღაცა მატერიალურ სამყაროში უნდა გამოვლინდეს და სხვადასხვა ფერებში ვლინდებაო და ვიტრაჟიც მაგის სიმბოლოა, რომ სინათლე კი შემოდის, მაგრამ ის სინათლე მე სხვადასხვა ფერში შემოდის და გვაქვს უთვალავი ფერითა და ის შემოქმედი სხვადასხვა ფერში გევლინება შენო და ჩვენ ადამიანებიც თითქოს ერთ-ერთი რაღაც იმ სხივის გადატეხილი ვერსიები ვართ სხვადასხვა ფერში ხო ტყდება სინათლე როცა სპექტრი და ჩვენც ეგრე ვართო და რაღაცა ძალიან დაემთხვა ეს ჩემ შინაგან აღქმებს და ესე მგონია ხოლმე რომ ვართ ეგრე და სხვათა შორის ხშირად შემიძლია დავინახო ადამიანი თუ შინაურ სხივებზე ვართ და შენთან ეგ შეგრძნება მქონდა სიმართლე რომ გითხრა. ძალიან მიხარი. ძალიან დიდი მადლობა რაჩვეულებრივი საქმისთვის რაც წაკეთებ და შემართებისთვის და ჟინისთვის და დაეძალა იყოს. ყურადღებისთვის და საინტერესო დიალოგის იმიტომ რომ არ არის მარტივი გაიხსნა და ეს თავისუფლად ელაპარაკოთ და თავისუფლებისთვის მადლობა.